მივდივარ ახლა განვადებით გადასახდელად გოგოებო და პლუს ისა რა ქვია საჭმის თვის რაღაცა რო ვიყიდო და თოვლს გარეთ. ნახეთ თუ ჩანს არ ვიცი ჩოხტით მანქანაშიო. არ დავსვენდეთ. კი. თოვლს. მათი სკოლაში არ მიდის ყელის ტკივა და რა შევხედავ დღეს როგორ იქნება. სოდიანსაც გამოვავლებ, ეხლა რაღაცა წამალი მქონდა ფარინგოსეფტი, მგონი ეგ არის, ხო, ეგ დავალებინე უკვე მივეცი და ისიც ხო არ ვუყიდო მეთქი ნუროფენი და დავალებინე, ეგეც წინ დავალებინე, ხა არაფერს არ უძავს. ეგ. ნიკას ველოდებით ეხლა და მოვაჩი მინიკუსაც და წავალთ. აქ ძაღლი რო წევს ხოლმე ეხლა არასცივა თუ მანდარ არიგია. ისე ძალიან ცერაციო. არა, ძალიან ცერაციო. ანუ მოვედით გოგოებო ნახეთ, უნდა გადავიდე ხა და გადავიხადო განვადება. ისეთი ის ვიპოვეთ თან, კრედოს ფილიალი, ისე ადვილად გავაჩერეთ მანქანა. ჩვენთან იქ მოკლეთ ისეთი ამბავია ხოლმე ვარკეთიში და ვაზის უბანი მაინც არ არის ეგრე ძალიან გადატვირთული ხო გია. აჰა, გავჩერდით ჩვეულებრივად. წავედი ახლა ნახეთ. პარკი რა უკავია. და გადავიხადო გოგო 200 ლარი. ლარი? აი აქ. აჰა. წავედი. მე და ჩემი ბიჭი მოვედით ჰუარინგში და მინდა ვიყიდო ჩემი ტელეფონისთვის кейსი. თუ მომეწონა ეხლა და თუ ძალიან უაზრო ძვირი არ აღის არა ნორმალური ფასი, ნახოთ. და კიდე მინდა ის რა ქვია, ვერ გადავიხადე განვადება, ესეთი რამე გინახია. იქნება აქ იყოს ის რა ქვია. ბანკომატი. მოდი მათე. აი აქედან შეიძლება გადავიხადო ეს რა არის, კაცო ბიტკოინი ახატია. ეს რა არის? აქედან არა მგონია. კრიპტო ბანკომატია ეს, კრიპტო ბანკომატი. წამოდი დედი. ჩვენ გვინდა საქართველოს ბანკომატი. ირელა მაზია ნახეთ აქაურობა მეთო როგორ მომწონს. კარგად იღებს. შენი კამერა. ერთი წუთი გოგოებს კითხოთ, აბა საქართველოს ბანკომატი. აი ნახეთ, აქეთ მომასწავლეს გოგოებმა. ხო და ნახოთ აბა. იუსტიციისკენ არისო. საქართველოს ბანკომატი და გადავიხადოთ. კრედოსი არ მგონია ხა აქ იყოს. ხო. ეს ხო დედი. მაღლიდან შუქია თებს, ნუ ჰუარინგი არის ძალიან ლამაზი რა. ძალიან ლამაზია. კარგა არა. აი ნახეთ. როგორი ის ზინავს და დედა. ჭკვიალებს აქაურობა. რას გქნობდე? ესე რა კარგა არ აქვს. აი მოდი кейსებში შევიდეთ ჯერ თუ ჯერ გადავიხადოთ ეს ის. შევიდეთ. აქვეა. აი რა. 30 ლარიანი მაგ და 50 ლარიანია. თემუდან შემიძლია და ჯუმიდან გამოვიწერო 8 ლარში. აი გარი რა მარტო სილამაზე ხო არ არის, აქ ვერაფერს ვერ ყიდულობ, ისეთი ძვირი არის. აკაცი ყიდება რაღაც кейსი. აი პატარა კაცი უყურეთ როგორ მირბის, პატარა კაცი. ეს აი პატარა კაცი. ხო აი აქ არის და საქართველოს ბანკომატი და შევიტანოთ ახლა ჩვენი ისა რა ქვია. ჩვენი განვადებები. მიდი. ჩვენ გვინდა. ეხლა იცით რა? ჩვენ გვინდა. კრედო. აი, კრედო ბანკი. კრედოში ვერ გადავიხადე. ხარვეზია რაღაცა. და საქართველოს ბანკომატითაც ვერ გადავიხადე.
რამდენი ხანი ნავიარო ახლა მიამაზე ამ საქმეზე. საღამოთი მობზანდით ბანკში ესე მიხდეს და ну მოკლედ რა кейსებს აბა მოგეკითხოთ ამ გოგოს ვიყიდე кейსი აი ესეთი გოგოებო და რა ვიცი არ არის შიგნიდანაც აქ დაცვა ესეთი რბილის აქ მაგრამ მე არ მომწონს და სანამ გამოვიწე მაგარია მათესი ძალიან კარგია რომ გამოწერე ჯუმიდან გვაჩვენე მათე გვაჩვენე დედი აი ისეთი კარგი ხარისხი არ რბილი მაგრამ სანამ გამოვწერ მეშინია რა ტელეფონი ან არ დამივარდეს ან რა ვიცი რა და უნდა გამოვწერო 1-2 ცალი ჩემთვის კარგი ხარისხია მაგრამ ნუ ცოტა ხნით მექნება ეს ახლა გაჩვენებთ გოგოებო რა ვიყიდე ცოტა პროდუქტები მოვიმარაგე ისე მიხარია რომ მეტი არ შეიძლება ორ ნაბიჯში რა თქმა უნდა მე ხო ვთქვი რომ ორ ნაბიჯში მაინც ყველაზე იაფი გამოდის ნენელა ამოვალაგოთ პარკები მაგ დაბლა დალაგებული ესეთი მარილი შაქარი თანიაფად არის კლუბის წევრებზე ორი ცალი ვიყიდე იყოს მეთქი სახლში ბანანი ბუნანა მათ ეძახს ორი ცალი მისა რა ქვია ვანილი ერთი ცალი აი ესეთი მარილი წმინდა არის ესა ეს რო გამომელევა მე ჩავყრი აქ და ერთი ცალი სუფრის საჭმისთვის ესეთი მარი კარაქი ეხა გავაგრძელოთ სხვა პარკს ამოვიდე ზეთი მაკარონი ესენი იქითაც მაკიდე მაწონი ერთ ცალი ვიყიდე ეს მაწონი მე მგონი ხო კვერცხი მაიონეზი აი ნახეთ მაიონეზი ეს არის ლიმონჟავა და კაკაო ამ პაკეტს ვინახავთ კიდე შოკოლადის ფილები ესეთი ორი ცალი ესეც მაკარონი ყველი აი ეს ყველი ვიყიდე ქარხნული წვანილი გოგოებო სალათის ფურცელიც არის ეს ხახვიც არის და შერეული არის ერთი სიტყვით აი ეს და ესეთი ვერმიში ვიყიდე ესე წარამარა რომ გავდივარ აი ძალიან დავიღალე და მეთქი ცოტა რაღაცეები მოვიმარაგო სახლისთვის და კიდე ქინცი ხარი ერთი ქინცი ეს გავრეცხე მარილისთვის ის გადავყარი ეს კოზი რა იყო და გავრეცხე კარგად რომ ჩავყარო ეხლა ახალი მოვიყიდე სამხარებული ვარ გოგოებო კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩემ გოგოებს ვინც გორჩი დამიდგა აი ეხლა ამ გაჭირვების დროს ამას რა დამავიწყებს აი არასოდეს არ დამავიწყდება ეს და ეს გოგოები აი ეს დახმარება ჩემი და ეს გოგოები არ ვიცი უბრალოდ ზოგჯერ რაღაცას იმხელა დიდია ხოლმე ეს რაღაცა რასაც აკეთებთ თქვენ გვერდში დგომაც აი არ ვიცი რა როგორ გამოვხატო იმედი ეს არის იმედი რომელსაც მისახავთ გულში და რომელიც მაძლევს უდიდეს ძალას ხო იცით კაცი იმედით ცოცხლობსო და მართლა ეგრეა უდიდეს ძალას გაძლევს ეს იმედი და დიდი მადლობა ამისთვის თქვენ ამ იმედისთვის ჩემი იმედი ხართ იმედები ხართ იცი ამ ვისაც ვეუბნები სახელებს არ ვიტყვი მაგრამ იციან ხვდებიან ვისაც ვეუბნები და უღრმესი მადლობა თქვენ ამ სიკეთისთვის ახლა ეს გავწმინდო კარგად თორე მარილი თუ ჩავყარე და ცოტა ოდნავსველია ხო იცით მე ეს არის
ძალიან მიყვარხართ. და სიტყვიერი გამხნევებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რომელმა დამიწერეთ. ბოდიში რომ ვერ ვიმახსოვრებ ყველა სახელებს, რომ მოგმართოთ, მაშინ ძველი ტელეფონი უნდა გავხსნა ეხლა და ვნახო. რომელიღაცამ დამიწერა, რომ ჟანაო, ლიზინგითო და ისო დაფიქრდიო რა ბანკით გამოყვანაზეო მანქანისაო მე არ გირჩევო. კარგად დაფიქრდიო, გიასაც ვუთხარი ეს და ვიფიქრეთ და ძალიან კარგად დაიანგარიშა გიამ და მართალიო ჟენაო. არ ღირსო. დიდი მადლობა შენ, აი ამ კომენტარისთვის. ისეთი ძვირფასია ეს ყველაფერი გოგოებო, შეიძლება ვარში გადავარდეს ადამიანი. რაღაცნაირად ვერ გაითვალისწინო და დაუშვათო თქვენ მომწერეთ ხო? აი რო ვერ გახვიდეო და ვერ იმუშაო რაღაც მომენტშიო, ვალიო. სანამ ახლა გამოიყვან მანქანას ამ ყველაფერზე, ალბათ იფიქრებ, კი, მაგრამ ეს იმხელა რაღაცა არის, როცა სხვა გეხმარება თავისი გამოცდილებიდან, ისიც ვიცი და ისიცო და გერჩინოსო ქირითო, ვიდრე გამოიყვანო სესქითო მანქანა. უღრმესი მადლობა შენ ამ კომენტარისთვის. აი თქვენი რჩევა გამოვიყენე და დიდი მადლობა. მართლა გამომადგა. მართალია ჟანაო, გიამითხრა. არ ღირსო. ესო რომ ყავსო ქირითო, ხო? როცა მინდა და აღარ შემეძლება მუშაობა დავაბრუნებდა. 4 წლიან სესხს რო იღებ, ბევრად იაფი, ისიც არ გამოდის. თანახეთ ესენი თვითონ აკეთებენ მანქანას, მარტო ბენზინსას ხო? დანარჩენი პასუხისმგებლები თვითონ არიან და იმაზე არა ხო, მანქანას შენახვაც ხო უნდა. და მართალი გითხრა. დიდი მადლობა. ჩემო ძვირფასო. ძალიან ძვირფასია ეს დროულად ნათქვამი სიტყვა და ბიბლიაში რო არის ოქროს ვაშლებს არის შედარებული, გამახსენდება ხოლმე. მართლა ოქროს ვაშლებია. ეს სიტყვები, რომლებიც დროულად არის ნათქვამი და ადამიანს ხო გეუბნებით, აი ვალიდანაც შეიძლება დაგიხსნას და რაღაცა ისეთი ნაბიჯი შეიძლება გადადგა რაღაც გამოსავალს, რომ ვერ ახედავ, ისეთი ნაბიჯი შეიძლება რაღაცნაირად გადადგა, რომ მე რამდენიმე წელიან იმაში ვარში ჩაიგდო თავი და რა ძნელია მე ამ ყველაფრიდან გამოსვლა. გაიდი იმ მანქანას იმ ფასში მე ვერ გაიდი. რო დავშვა თვალი გადაფარო და აი ესე რა. ძალიან ის არის. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. ყველანაირად რო გვერდში მიდგეხართ გოგოებო. ვისაც რითი შეგიძლიათ და იმედი მაქვს, რომ მე ჩემი სიტყვებით, რაც შემიძლია და ჩემი გულწრფელი საუბრებით თქვენ გაძლევთ რაღაცას, იმედს, ძალას და მიუხედავად აი ამ მდგომარეობისა, მაინც ვინარჩუნებ სიხარულს და იმედი მაქვს, რომ ეს თქვენზე დადებითად მოქმედებს და მარტო იმედი კი არ მაქვს, ეს რეალობაა, იმიტომ რომ კომენტარებში მწერთ, რომ ჟანა გელოდებით, გვიყვარს ძალიან შენი ვლოგები და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის. მარილი ჩავყაროთ ახლა ჩვენ აქ. ნახეთ, ძალიან ხარისხიანია ეს, ნახეთ, გულბზინავს. აი ვინც ეს მიყიდა, ეს გოგო მიყავს გვერდში ძალიან. მიყვარხარ ძალიან გულში. აბა თუ გახსოვთ ეს ვინმე. გულში მიყვარხარ. იცით როგორია თან? არაფერი არ ასე მგონია ხან აღარ მიყურებს ხოლმე და რაღაც თავისი საქმეებით არის დაკავებული და უცბად რო გამოჩდება ისეთ დროს რომ ძალიან მიჭირს და თან როგორ გამოჩდება ხოლმე იცით დიდ დახმარებას რომ მიწევს. მომიტანე დია რა მომიტანა ერთი. რა მომიტანა? ჩემი ძმა იყო.
შედარება. ეხლა გაჩვენოთ დღეს ძალიან სიხარულის დღე მაქვს. ძალიან დიდი სიხარულის დღე მაქვს დღეს. ეხლა ნახეთ რა მომიტანა ჩემმა ძმამ. სოფელში. ეს გოში დამჭერა დედაჩემ არ ხმარო ფშვილო და აქ მჭირდება ხოლმე რო ავათო საღამოთი. რომ არ გინდა შენი ისა სანათი გამოგიგზავნო და არა დედა თუ ხმარობ მეთქი გქონდეს და არა ხმარობ და ესე დებს. აი რა გამომიტანა. აი ჩემმა ძმამ რა მომიტანა ნახეთ. აი გამიხარია. შოკოლადია ეს. ეს მზად არის. ეხლა იკამითხა დედა უყველი მინდაო. ბარემ გავწმინდო ეს. ბარემ გავწმინდოთ. ხო, საღამოთი რო ავანთო ესეც. იცით რა კარგად გამოვჩდები უფრო აი აქ დავდებ. მაცივრის თავზე და ავანთი ხოლმე. და ძალიან კარგად გამოვჩდები გოგოებო რა. უფრო. ეხლა ყველი უნდა დავიჭრა ჩემს. იცი რამდენი ხანია ყველი არ მქონია მე დიდი ხანია ძალიან და გოგოსაჩას ვენატვით. ორი ნაბიჯის გარდა ჯერჯერობით მე აღარ ვიფართხალებ სხვაგან. იმიტომ რომ უფრო მეტი მეხარჯება ხოლმე. იმ დღეს 70 ლარი დავხარჯე და ისეთი ცუდად გავხდი. ისეთი ცუდად იმოქმედა ვერაფერი ვერ ვიყიდე. იმიტომ რომ ცოტა ტყუილე ორი ვიყიდე ფიქს პრაისში, ცოტა მერე სოფლის ნაწარმის მაღაზიაში შევედი და ვერაფერი დამნახე საერთოდ და 70 ლარი გამოსახელებში. ორი ნაბიჯი მაინც როცა გიჭირს ჯერჯერობით. ორი ნაბიჯი ჯობია. ეს ფასდაკლებით იყო 10 ლარად. ეს არანაირი სამგორი იქაც ძალიან ბევრი მეხარჯება ხოლმე სამგორზე. რო გავდივარ ძალიან ბევრი. და ჩემი ძმაც იძახდა წეგანო თვითონ ოპტავოიო და არცი აღარ არის ოპტავოიო ჟანაო. აღარ არის ყველაფერი ძალიან გასულსაო. ლარი დაუციდით და კარტოფილიო და ორნაბიჩიც ლარი დაუციდით კარტოფილი. არა ეს აქ არ მინდა ჩქეთო. არ გამოვა ეგამა. აი აქ ნახავ. ეს ჩავა. არავჩანვარ. საერთოდ არავჩანვარ მგონია ეხლა კი. ისეთი კაი ყოლი ჩანს გოგოებო ეს ყველა. არა 13 მინუტია. ძალიან გემრიელია მე მგონია. ისეთი გემრიელი ყველია თან ეს. ძალიან გემრიელია, ნეტა რამდენი გრამია, არ ვიცი, 1 კილო ალბათ არ იქნება. 10 ლარისა. 10 და რაღაც თეთრი. აი ეს. დიდი ნაჭრები გამოდის, აი ესე რომ დავჭრე.
This quilt მაინც მეკითხავს და გამოვაცხოთ, მაგრამ შუს. ეს აქ დავთოთ ეს. ეს მაცივარში. ეს აიშერე, ანუ ყველაფერი აქვს და ცოტა ახლა გავუვიდეთ, ხო? სალათის ფუძელიც არის. ეს არ ვიცი, რაღაცები აქ დამატებულია და ცოტა ძვირითისო რუკოლა, მწვანე ხახვი, ოხრახუში და სალათის ფურცელი. ალბათ ეს არის თუ აი ეს, არა, ეს არის ოხრახუში. ოხრახუში ეს იქნება. სალათის ფოთოლია უც სხვაფერი, რა ვიცი. რუკოლა. ყველთან ერთად შემბიჭები მიექნევენ ორად გავყოფან. ორად გავიყოფ. არა, ეს არის, ეს რაღაც. ალბათ ეს. ვერ ხვდები ახლა მე რომელია, იმიტომ რომ არ ვიცი არ მიყიდია ესეთი. ეს არის რუკოლა. ამის გამო ემატება ფასში ვამასო და სალათის ფოთოლი ხო ორი და რაღაც არის და ეს ცოტა ძვირი ის რა შედარებით. და ამის გამო არ ვიცი რა არის ეს. ეს უნდა ავადუღო, იმიტომ გადმოვიდე და აქ მაქვს მე ბოთლი. ბოთლი რაშიც უნდა ჩავას ხა? ემისი რა ქვია შუშისა, თორე მან ეგ არ გასძლებს დიდხანს. ამეჭი. აუცილებლად უნდა გავაკეთო ეგ საქმე. და გვინდა კიდე პური. პური ახლა უცბად რო ამონდა მე ის უნდა გავაკეთო. მაგას მალე უნდა ხო იცით გაკეთება როგორ ფარში. ხო ვიყიდე მე ფარში და ფარს უნდა მალე გაკეთება, თორე ამ დიდხანს არ ასწლებს. არწლებს. გავაკეთოთ კატლეტი. გემრიელი კატლეტი. ხვალამდე კი გაძლებს ეს. მაცივარში პრობლემა არ აქვს, ხვალამდე გასხებს. ეგრე უცბადაც არ გაფუჭდება, მაგრამ ავი დღეს ფილმში ხა თან მაგას ვფიქრობ. ნუ აფა კიდე ერთი ცალი მაქვს. ეს უნდა შევწვა, მე გადავიტანო მაშინ სხვა რაღაცაში და მე ის. ეხლა ეს გავჭერი ყოლე. და გადავიტანოთ. და ასე. უი, ესეც და ცისთვის ციხონდა ვადუკო. ავადუკო აუცილებლად, თორე
მე შუშაში გადავიტან ძენს და მიწავს ფიში. რა შეიძლება მე ცოტა წიწაკა და სუნელა უყვას. ისეა. ვაცდით, ამასაც ველოდებით. ადუღდარზე გადავიტანე ბოთლში, გავაშლე ეს ბოთლი კარგად გარიცხილი იყო, გავაშლე კარგად და ვიტანე ბოთლში. ამასაც ველოდები მიწას ფილეს ხე შეიწვის, წავედი ახლა პოპორება. წავედი და გემშვიდობებით ხვალამდე.